გამარჯობა, მე ვარ სალომე და დღეს მე გავაკეთებ ერთიანი ეროვნული გამოცდების მათემატიკის მეორე ვარიანტის ტესტს. დავიწყოთ პირველი ნომრით. პირველი ნომერი არის უბრალოდ წილადები. და ამ წილადის გასაკეთებლად ჯერ აუცილებელია რომ არსებული წილადში არსებული წილადები გადავიყვანოთ 10 წილადებად. მასშტაბსადამე 1/1/1 არის 1/2. ამას გამოკლებული 0.3 და მნიშვნელში გვაქვს 3-ს გამოკლებული, რადგან 3/5 არის 0.6, ჩავწეროთ როგორც ეგრე. და ახლა კი შეგვიძლია უკვე მოქმედებების შესრულება. მრიცხვში გვაქვს 0.9 და მნიშვნელში გვაქვს 2.4. ახლა გავამრავლოთ მრიცხვით და მნიშვნელიც 10-ზე. გვაქვს 9/24. შევამოწმოთ იკვეცება თუ არა. დავხედავთ რომ იკვეცება. შეგვიძლია ორივე შევკვეცოთ 3-ზე. ზემოთ გვჭება 3, ქვემოთ გვჭება 8 და ესე იგი ჩვენი პასუხი არის 3/10. ანუ ჩვენთან ეს პასუხი არის A. გავაკეთოთ შემდეგი ნომერი, წავკითხოთ მისი პირობა. K ნატურალური რიცხვის 8-ზე გაყოფის შედეგად მიიღება 7-ის ტოლი ნაშთი. რა ნაშთი მიიღება K კვადრატის 8-ზე გაყოფის შედეგად? პირველ რიგში ამოვიწეროთ პირობა, როდესაც K-ს ყოფთ 8-ზე, მას რჩება 7 ნაშთი. ესე იგი n ჯერ 8 დამატებული 7. გამომარტივოთ ეს გამოსახულება. 8n + 7 მივიღეთ K. ახლა ჩვენ გვაინტერესებს K კვადრატი როგორ გაიყოფა. მოდით დავწეროთ K კვადრატი n-ის სახით. ჩავწეროთ ეს ყველაფერი და რას მივიღებთ? გავშალოთ ეს ფრჩხილები. 64n კვადრატს დამატებული 112n დამატებული 59. ვინაიდან ამ ორივე წევრს აქვს შიგნითვრიანი, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი 8-ზე უნაშთოდ გაიყოფა. ამიტომ შევხედოთ 59-ს. ჩვენ გვაინტერესებს ამ რიცხვის გაყოფის შედეგად რა ნაშთს მივიღებთ და 59-ში 8 მოთავსდება 6-ჯერ და დარჩება ნაშთი 1. ამიტომ გამოვა ჩვენი პასუხი A. გავაკეთოთ მესამე და წავკითხოთ მისი პირობა. მობილური ტელეფონის ფასი შემცირდა 20%-ით. რა ღირდა ტელეფონი ფასის დაკლებამდე, თუ ახლა ის ღირს 700 ლარი. მოკლედ დავუშვათ, ის ღირდა თავიდან x ლარი და 20%-ის დაკლების შემდეგ მისი ამჟამინდელი ფასი იქნება 0.8x ლარი, რომელიც ვიცით, რომ არის 700. ახლა ამოვხსნათ ეს განტოლება x უდრის 700 შეფარდებული 0.8-თან. შესაბამისად, x უდრის 875-ს, რომელიც ჩვენ პასუხში არის პასუხი G. გავაკეთოთ შემდეგი ნომერი. ყურადღებით წავკითხოთ პირობა და შევხედოთ მის ნახაზს. ABC სამკუთხედში კუთხე BAC უდრის 38 გრადუსს, კუთხე ABC უდრის 127 გრადუსს, ხოლო KD მონაკვეთი ისეა გავლებული, რომ კუთხე KDC უდრის 37 გრადუსს. იპოვეთ DKC კუთხის გრადუსული ზომაო. დავხედოთ სამკუთხედი და დავაწეროთ მას შესაბამისი გრადუსული ზომები. ეს იყო 38 გრადუსი. ეს იყო 17 გრადუსი და აქ გვაქვს 127 გრადუსიანი კუთხე და ჩვენ გვეკითხებიან კუთხე DKC-ს. მასშტაბსადამე ამის საპოვნელად არც ბევრი წვალებაა საჭირო. შეგვიძლია გამოვიყენოთ სამკუთხედის თვისება, რომ ისი შიდა კუთხეების ჯამი არის 180 გრადუსის ტოლი. ჯერ გავიგოთ კუთხე C. კუთხე C უდრის 180-ს, რო გამოვაკლო 38-ს დამატებული 127. რაც უდრის 180-ს გამოკლებული 165 და რაც უდრის 15 გრადუსს. გავიგეთ, რომ კუთხე C არის 15 გრადუსი და ახლა შეგვიძლია უკვე კუთხე DKC-ს გაგება. ანუ, რასაც გვეკითხებიან იმის. ეს კი თვითონ უდრის, ანუ აქ პატარა სამკუთხედია, სამკუთხედი DKC და აქაც ანალოგიურად ვიყენებთ სამკუთხედის შიდა კუთხეების ჯამის თვისებას და 180-ს ვაკლებთ 37-ს დამატებულ 15-ს. და 180-ს გამოვაკლებთ 52-ს და მივიღებთ 128 გრადუსს. ჩვენთან კი ეს პასუხი არის D. გადავიდეთ შემდეგ ნომერზე. ნომერი 5.
ოთხკუთხედის 4-ვე წვერო წრეწირზე მდებარეობს. ამ ოთხკუთხედის ორი შიდა კუთხის გრადუსული ზომებია 70 და 100. იპოვეთ ამ ოთხკუთხედის დანარჩენი ორი კუთხის გრადუსული ზომები. ჯერ დავხაზოთ წრე და შემდეგ წრეში ჩავხაზოთ ნებისმიერი ოთხკუთხედი. არ უნდა იყოს რაღაც განსაკუთრებული. დავაწეროთ შესაფერის კუთხეებს მათი გრადუსული ზომები, მაგალითად ეს იყოს 70 და ეს იყოს 100 გრადუსი. დავაწეროთ შესაბამის კუთხეებს მათი გრადუსული ზომები და რა ვიცით ახლა წრეწირში ჩახაზული ოთხკუთხედის შესახებ. თუ ოთხკუთხედის 4-ვე წვერო ძევს წრეწირზე, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოპირდაპირე კუთხეების გრადუსული ზომების ჯამი არის 180 გრადუსი. ამიტომ 70 გრადუსიანი კუთხის პირდაპირ იქნება 100 გრადუსიანი კუთხე და 100 გრადუსიანი კუთხის პირდაპირ იქნება 80 გრადუსიანი კუთხე. ამიტომ ჩვენი პასუხი გამოვიდა 100 და 80. ან პირიქით მნიშვნელობა არ აქვს, რომელიც ჩვენთან არის პასუხი D. გავაკეთოთ შემდეგი ამოცანა. შემდეგი ამოცანის პირობაა შემდეგი. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელ შუალედს ეკუთვნის ფესვი 18? პირველ რიგში მოდით გავარკვიოთ ფესვი 18-ის მნიშვნელობა. ფესვი 18. ფესვშივე დავშალოთ 18. რა არის ეს? 2-ჯერ 9, ხო? 9-დან ამოდის ფესვი 3. ამიტომ 3, ფესვი 2. ფესვი 2 არის მიახლოებით 1.442 და გავამრავლოთ ეს 3-ზე, ხო? 1.4 ეს გამრავლებაა. 1.42. გამრავლების შედეგად მიახლოებით მივიღებთ 4.24 და რაღაცას. ახლა კი გადავხედოთ ისევ ჩვენ პასუხებს და შევამოწმოთ ინტერვალები. მოკლედ, დავიწყოთ 7 მეორედით. 7 მეორედი არის 3.5. 19.5. გადავიდეთ იქით. 19.5 არის მიახლოებით 3.8. ამიტომ ა პასუხი უკვე გამოვრიცხეთ, იმიტომ რომ 4.24 ნამდვილად არ ჩდება ამ შუალედში. ახლა განვიხილოთ პასუხი B. 19.5 ვიცით რამდენია და პასუხ B-ში არის 19.5-დან 4-ის ჩათვლით. ჩვენი რიცხვი აქაც არ ჩდება შუალედში, ამიტომ პასუხი B-ს გამოვრიცხეთ. შევხედოთ პასუხ G-ს. პასუხ G-ში არის 22.5, გამოვითვალოთ მისი მნიშვნელობა. 4.4. პასუხ G-ში იყო 4-დან 4.4-ის ჩათვლით, ესე იგი თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორი პასუხი არის G. მაგრამ თუ ჩახედავთ D პასუხს, აქაც ნათელი იქნება, რომ D პასუხი არ იქნება, იმიტომ რომ ჩვენ შუალედს ცდება ჩვენი რიცხვი. ესე იგი მივედით იმ დასკვნამდე, რომ პასუხი იყო G. ახლა გადავიდეთ შემდეგ ნომერზე. ახლა გავაკეთოთ მე-7 ნომერი. თუ a და b რიცხვები აკმაყოფილებს ტოლობას, a კვადრატს გამოკლებული ab დამატებული b კვადრატი უდრის 5-ს, მაშინ ქვემოთ ჩამოთვლილი ტოლობებიდან რომელია ყოველთვის ჭეშმარიტი. აქ უნდა გავიხსენოთ კუბების ჯამის ფორმულა. მოდი ჯერ ამოვწეროთ ის რიცხვები, ხო? a კვადრატს გამოკლებული ab დამატებული b კვადრატი უდრის 5-ს. კუბების ჯამის ფორმულა როგორ არის, ხო? ეს უნდა გავამრავლოთ a + b-ზე. და რადგან ტოლობის მარცხენა მხარე გავამრავლე რაღაცაზე, ანალოგიურად უნდა გავამრავლო მარჯვენა მხარეც, ხო? ახლა შეგვიძლია ეს ყველაფერი გავამარტივოთ და დავწეროთ, რომ a კუბს დამატებული b კუბი უდრის 500 დამატებული 5b. ჩავიხედოთ ახლა ჩვენ პასუხებში და მივხვდებით, რომ სწორი პასუხი არის b. გავაკეთოთ ნომერი მე-8. რა უმცირესი მნიშვნელობა შეიძლება მიიღოს a - b კვადრატ გამოსახულებამ, თუ ცნობილია, რომ a არის -2-სა და 5 შორის და b არის -4-სა და 2 შორის. ჩვენ გვაინტერესებს უმცირესი მნიშვნელობა. ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ 2b წევრი მაქსიმალურად მცირე გამოგვივიდეს. რადგან ას ქვედაზღვარი იყო -2 და 3 დადებითია, შეგვიძლია პირდაპირ ჩავსვათ a -2, ამიტომ ეს მთლიანად გამოვა 6. ხოლო რადგან b კვადრატში აქვს, არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ დადებით მნიშვნელობას ავიღებ b-ს თუ უარყოფითისას, ეს ყველაფერი მაინც დადებითი გამოვა და წინ მინუსი აქვს, ამიტომ ჩვენ გვაწყობს, რომ ისეთი რიცხვი ავირჩიოთ, რომელიც ყველაზე დიდ კვადრატს მოგცემს. ამიტომ ავირჩიოთ -4 b-სთვის. -4-ის კვადრატი არის 16 და -b გამოვა -16. ესე იგი
-6 უნდა გამოვაკლოთ 16 და მივიღებთ -22-ს. ჩავხედოთ პასუხებში და ჩვენთან ეს პასუხი არის B. გავაკეთოთ შემდეგი ნომერი 9 და ყურადღებით წავიკითხოთ პირობა. y უდრის k1x + b1 ფუნქციის გრაფიკი არის AB წრფე, ხოლო y უდრის k2x + b2 ფუნქციის გრაფიკი არის CB წრფე. სურათზე დაყრდნობით დაადგინეთ ქვემოთ ჩამოთვლისგან რომელი უტოლობაა ჭეშმარიტი. ამას არის დაჭირდება დახაზვა და არც დაწერა ელემენტარული დაკვირვებით მარტივად შეძლებთ პასუხის პოვნას. განვიხილოთ პასუხი A. A პასუხში წერია, რომ B1 გამრავლებული B2-ზე ნაკლებია 0-ზე, მაგრამ თავსახად ჩანს, რომ ორივე ფუნქციის B არის დადებითი, ამიტომ A პასუხი არის მცდარი. გადავიდეთ შემდეგზე, წერია, რომ B1 არის მეტი B2-ზე. მაგრამ ესეც მცდარია, რადგან B1 პირიქით ნაკლებია B2-ზე. პასუხი G არის K1 გამრავლებული K2-ზე მეტია 0-ზე, რომელიც სამწუხაროდ მცდარია, იმიტომ რომ K2 არის ნამდვილად ნაკლები 0-ზე, რადგან ფუნქცია არის კლებადი და დაგვრჩა პასუხი D, რომელიც სწორი დარჩა, მაგრამ მოდით მაინც განვიხილოთ თუ რატო არის სწორი. K1 გამრავლებული K2-ზე ნაკლებია 0-ზე და ცალსახად ნაკლებია 0-ზე, იმიტომ რომ K2 არის უარყოფითი და დადებითი და უარყოფითი რიცხვის ნამრავლი გვაძლევს უარყოფით რიცხვს. ესე იგი სწორი პასუხი გამოგვივიდა D. გავაკეთოთ შემდეგი ნომერი. იპოვეთ A პარამეტრის ყველა იმ მნიშვნელობების სიმრავლე, რომელთათვისაც 2x² გამოკლებული 6x დამატებული 10 - A უდრის 0-ს არ აქვს ნამდვილი ამონახსნი. გავიხსენოთ, როდის არ აქვს კვადრატულ განტოლებას ნამდვილი ამონახსნი, როდესაც მისი დისკრიმინანტი მკაცრად ნაკლებია 0-ზე. ამიტომ ამოვწეროთ დისკრიმინანტი და დავწეროთ უტოლობა, რომ ის 0-ზე ნაკლებია. პირველ რიგში ამოვიწეროთ კვადრატული ფუნქცია გავუტოლოთ ის 0-ს და დავწეროთ მისი დისკრიმინანტი. დისკრიმინანტი უდრის b² გამოკლებულ 4c-ს, სადაც c არის ჩვენი 10 - A და გავაგრძელოთ -6-ის კვადრატი გამოკლებული 4-ჯერ 2-ჯერ 10 - A. ეს უდრის 36-ს გამოკლებული 8-ჯერ 10 - A და ეს უნდა იყოს ნაკლები 0-ზე. ესე იგი 36-ს გამოკლებული 8-ჯერ 10 - A ნაკლებია 0-ზე. 36 ესე იგი ნაკლებია 8-ჯერ 10 - A-ზე. შევკეცოთ ორივე მხარე 4-ზე. 9 2 10 - A. აქედან 10 - A მეტია 9 მეორედზე და A ნაკლებია 10 - 4.5-ზე, ანუ A ნაკლებია 5.5-ზე. 5.5 შეგვიძლია ჩავწეროთ როგორც 11 მეორედი და ესე იგი A ეკუთვნის მინუს უსასრულობიდან 11 მეორედამდე შუალედს. გადავამოწმოთ ჩვენი პასუხი. სწორია და ჩვენთან არის ეს პასუხი A.